ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭო ამ წუთებში თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში იკრიბება. მანამდე EBRD-ის ყოველწლიური ღონისძიება ოფიციალურად რუსთაველის თეატრში გაიხსნა. პირველი სიტყვით მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე გამოვიდა. შემდეგი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო. EBRD-ის პრეზიდენტმაც მიმართა შეკრებილ საზოგადოებას. ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნის ცერემონიალიდანვე გაუკეთა ინვესტორებს კონკრეტული შეთავაზებები. რას ვთავაზობთ ბიზნესმენებს და კიდევ რა განცხადებები გაკეთა EBRD-ის ღონისძიებების გახსნაზე. ამას ჩემი კოლეგა მოუყვება სანდრო ჯუფალაკიანი დილიდან მუშაობს ამ თემებზე. დიახ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ინვესტორებს, ბიზნესმენებს შესთავაზა, რომ საქართველოში ჩადონ თანხა, ეს წინადადება მან გააჟღერა სწორედ დღევანდელ გახსნის ცერემონიაზე, რაც შეეხება EBRD-ის წარმომადგენლებს, მათ კიდევ ერთხელ განმარტეს ის მიზეზი, რის გამოც გადაწყვიტეს სწორედ საქართველოში ჩაეტარებინათ ეს ღონისძიება. ეს არის საინვესტიციო გარემო რეფორმები, წარმატებული თანამშრომლობა EBRD-ისთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან. შეგახსენებთ, ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს ლიდერი ქვეყანა EBRD-ის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით. საქართველო არის მოწინავე ქვეყანა გამჭვირვალობის და ღია მმართველობის თვალსაზრისით. და სწორედ ამიტომ იგი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი არის ინვესტიციების განხორციელებისთვის. რეგიონში შექმნილმა რთულმა გეოპოლიტიკურ ვითარებამ, რა თქმა უნდა, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე. თუმცა საქართველოში შენარჩუნებული არის ეკონომიკური ზრდა. მსოფლიო ბანკის შეფასებით ბიზნესის კეთების რეიტინგში მსოფლიოში მე-15 ადგილი უკავია ჩვენს ქვეყანას. ევროპას და ცენტრალურ აზიის რეგიონში მერვე ადგილი. ზედიზედ 4 წლის განმავლობაში საკუთრების რეგისტრაციის თვალსაზრისით საქართველო პირველ ადგილზე იყო. კორუფციის სიმცირის რეიტინგში საქართველო მე-11 ადგილზე არის 197 ქვეყანას შორის. ჩვენ ვთავაზობთ ინვესტორებს სამართლებრივ უსაფრთხოებას. ხარისხიან, გამჭვირვალე, პროგნოზირებად კანონებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბანკის და საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში. 2014 წელი წარმატების წელი გახდა საქართველოში ბანკისთვის. საერთო ინვესტიციამ შეადგინა 215 მილიონი ევრო. EBRD-მა ხელი შეუწყო საქართველოს პოტენციალის ზრდას. როდესაც ჩვენ საოპერაციო რეგიონს ვაფასებთ, ხვდებით, რომ საერთო სურათი პოზიტიური არ არის, თუმცა საქართველოს ეს არ ეხება. სხვა ბევრ ქვეყანას წინ უდგას გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები. ბატონო პრემიერო, თქვენი ქვეყნის წარმატება ჩვენი ბანკის წარმატებაა, რადგან ჩვენი პარტნიორობა დიდ დროს ითვლის და ის აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს და რეფორმებს საქართველოში. ხანგრძლივი პარტნიორობის მანძილზე ქვეყანაში შემოვიყვანეთ ბევრი ინვესტორი. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ბანკი, რომელმაც დაამტკიცა, რომ მოწინავეა ინოვაციური პროექტების ხელშეწყობაში. ჩვენ ჩართულები ვართ სურსათის უვნებლობის, ინფრასტრუქტურულ გარემოს დაცვით პროგრამებში. 2014 წელს ბანკმა გადააჭარბა ბიზნეს გეგმის მიზანს, თუმცა ეს არ მომხდარა ხარისხის ხარჯზე. ჩვენ ვამაყობთ, რომ EBRD-მ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეგიონის განვითარებაში. EBRD საქართველოსთან არაერთი მიმართულებით თანამშრომლობს, მაგალითად დღეს ფორმდება ხელშეკრულება ჯანდაცვის სექტორში ახალი პროექტის განხორციელების თაობაზე, თუმცა ყველაზე მსხვილი თანხა იდება მაინც ენერგეტიკის სექტორში და ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 200 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს EBRD ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურისთვის. უკვე განხორციელდა რამდენიმე ენერგოპროექტი ასევე EBRD-ის მონაწილეობით. დღეს ჩვენ ვაწერთ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს დაფინანსებასთან დაკავშირებით. ეს არის 20 მეგავატიანი პირველი პროექტი საქართველოში ქარის ელექტროსადგური, რომელიც 30 მილიონი ღირებულების იქნება. ასევე არის საუბარი სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებზე. თქვენ ბრძანეთ ნესკრას პროექტი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი. ასევე საუბარი არის ნამახვანის პროექტის დაფინანსებაზე. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ არ ყოფილიყო მოხიბლული EBRD, ეს ღონისძიება თბილისში არ ჩატარდებოდა, რაც აღნიშნა კიდეც ბანკის პრეზიდენტმა მის სიტყვაში. რაც შეეხება დღევანდელ საინვესტიციო სესიას, რომელიც საღამოს გაიმართება, ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა, მასში მონაწილეობას მიიღებს პრემიერ-მინისტრი და ბანკის პრეზიდენტი. გარდა ამისა, ჩვენ მთავრობის წარმომადგენლებს შესაძლებლობა გვექნება გავაცნოთ საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო,
დაინტერესებულ ადამიანებს. ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა კიდევ უფრო გაიზრდება. ნიშნავს იმას, რომ დამატებითი ფინანსური ინვესტიციები შეიძლება მოზიდული იქნას და ასევე დამატებითი პროექტები შეიძლება გაკეთდეს. ვფიქრობ, რომ დღეს საქართველო არის მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, ევროპის ყურადღების ცენტრში და ის შესაძლებლობები, რომელიც ამ ფორუმზე უნდა გაჩნდეს და უკვე გაჩნდა რეალურად, სწრაფად უნდა იქნას რეალიზებული, რამაც უნდა გამოიწვიოს ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება. ეს მოლოდინები მაქვს მე პირადად და ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მცდელობა ამ თვალსაზრისით კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს ძალიან მალე. ზოგადად ბიზნესისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, იმიტომ რომ საქართველო მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, ჩამოვიდნენ მრავალი არა თუ მარტო EBRD-ის სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლები, არამედ საინვესტიციო ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები. ჩვენ საშუალება მოგვეცა, რომ მათ უმეტესობას შეხვედრილი ყავით და გვესაუბრა პოტენციურ დაფინანსების წყაროებზე. ეს ყველა მსხვილი თუ საშუალო ბიზნესმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, იმიტომ რომ ამგვარი ინტერესის გაღვივება ქვეყნის მიმართვით ყოველთვის დამატებით დაფინანსების წყაროებზე საუბრობს. EBRD-ის მონაწილეობა ენერგეტიკულ პროექტებში დღეს გააპროტესტეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე სტუდენტებმა. ისინი ითხოვენ, რომ შეჩერდეს დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა საქართველოში. ჩვენ ამ თემაზე გავესაუბრეთ ასევე გარემოს დაცვის მინისტრს და გიგო აგულაშვილი ამბობს, რომ მზად არის შეხვდეს ნებისმიერ მხარეს და ისაუბროს სწორედ ამ პროექტებზე და მათ შესაძლო გავლენაზე გარემოს დაცვაზე. მადლობა სანდრო ჯუფალაკიანი იყო ჩემი